საქართველოს საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. უწყებაში ამბობენ, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის ეს ცვლილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია. უვიზო რეჟიმი საქართველოს ამ დროისთვის 118 ქვეყანასთან აქვს. საქართველოში შემოსვლის ნებართვას უცხოელები საზღვარზე იღებენ. დოკუმენტის გაცემის დროს კი პრიორიტეტების საგანმანათლებლო სამუშაო მიზნები, ასევე საქართველოს მოქალაქეზე დაოჯახებული პირები არიან. თუმცა არის შემთხვევები, როცა კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კონკრეტულ პირებს ვიზისა და ბინადრობის ვადის გაგრძელებაზე უარსეუბნებიან. ნახეთ თამარ ტომარაძის სიუჟეტი. სეუნ ამბროსე და მაია ლომსაძე ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებიან. ამბროსე ნიგერიის მოქალაქეა. ერთმანეთი რუსთავში გაიცნეს. შევხვდით ერთმანეთს სრულიად შემთხვევით ქუჩაში და ასე ვთქვათ მოვეწონე როგორც ჩანს მომძებნა სულთა ქართული ვარიანტით როგორც ხდება და შეიქმნა ქართულ ნიგერიული ოჯახი. ამბროსი მართლმადიდებლად მოინათლა. ჩემს ხშირად დადის ეკლესიაში, სხვაშორის მარტო ეკლესიაში სიარული არ არის, უბრალოდ თუ წამს ბოლომდე. ჩემი ვაჟი ლუკას ფილიოცე. ამბროსეს და მაიას ერთ თვეში შვილი შეეძინებათ. ბავშვისთვის თითქმის ყველაფერი მზად აქვთ. არაფერი აღარ ჭირდება მას პირველ ეტაპზე. Dediko და მამიკო ჭირდება ერთად. წყვილის ერთად ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ მაშინ დადგა, როცა ამბროსეს დროებითი ბინადრობის ვადა ამოეწურა. ქვეყანაში ყოფნის ვადის გაგრძელებაზე კი უარი ეთქვა. უკვე 2 წელია საქართველოში ვცხოვრობ, რაც აქ ვარ პრობლემა არ მქონია არც მეზობლებთან, არც პოლიციასთან. დროებით ბინადრობაზე მაინც უარი მითხრეს. ახლა არალეგალი ვარ. არალეგალად ყოფნა მუშაობისთვის დაბრკოლება არ აღმოჩნდა. ამბროსი ლიფტების შემკეთებლად მუშაობს. ოჯახის ბიუჯეტში მცირე წვლილი შეაქვს. მაია და ამბროსე ნათესავებს ნიგერიაში ყოველდღიურად ესაუბრებიან. ახლა ვიზის ამბავს კითხულობენ. ამბროსე ეუბნება, რომ ჯერჯერობით ეს საკითხი პრობლემად რჩება. ღელავენ მაიას მშობლებიც. როგორ შეიძლება ახლა დღეს წავიდეს გაუშვან და ეს აქ იყოს, არ ვიცი, არასტორია მე მგონი. თან ეკლესიურია მოინათლა ეკვირას მეც ჯვარი დაიწერეს და ის ახლა მარხვით ვერ მარხულობს, მაგრამ კვირას ისეთი კვირა რომ არ მივიდეს ეკლესიაში წიფას არ დაესწროს. 21 წლის ამბროსე სწორედ ამ ტაძარში მოინათლა. აქ დაიწერა ჯვარიც. მალე სტიქარს ჩააცვამენ, თუმცა მანამდე მოქალაქეობის პრობლემა უნდა მოაგვაროს. არავისთვის და არაფრისთვის არ არის ეს ადამიანის საშიში, მით უმეტეს მეუღლე აქ ყავს, შვილს ელოდება და მე არავის არ უსურვებ. შექმნილი ოჯახის და მით უმეტეს ჯვარდაწერილი ოჯახის შუაში ჩადგმა მას, იმიტომ რომ ის რაც ღმერთმა გააერთიანა, კაცნი ნუ შეეხებია. ეს უკვე კელვინ ოთუს ბლექია. კელვინი მეორე ლიგის საფეხბურთო გუნდის პრეზიდენტია. ქართველ და ნიგერიელ ფეხბურთელებზე დიდ იმედს ამყარებს. თუმცა ამბობს, რომ ქვეყანაში არალეგალად ყოფნა ბიზნეს საქმიანობაში ხელს უშლის. აქ გასულ წელს ჩამოვედი. თან 2 პასპორტი მქონდა. ამის გამო აეროპორტში დამაკავეს. ციხიდან რამდენიმე თვეში ამინისტიით გავთავისუფლდი და საფეხბურთო გუნდი ჩამოვაყალიბე. ამ ყველაფერში დიდი თანხა ჩავდე. ახლა კი მეშინია, რომ ვიზის არ ქონის გამო ეს ყველაფერი დავკარგო. ბიზნეს საქმიანობის გარდა კელვინს საქართველოში სხვა გეგმებიც აქვს. უახლოეს მომავალში ის ქართველ ქალზე იქორწინებს. ძალიან გვინდა რომ ეს ყველაფერი მოგვარდეს, კონდეს ვიზა, გადაადგილების საშუალება, რომ კონდეს წარმატებული გუნდიც და ლამაზი ოჯახიც.
უვიზო რეჟიმი საქართველოს ამ დროისთვის 118 ქვეყანასთან აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში შემოსვლის ნებართვას, ანუ დროებით ვიზას, უცხოელები საქართველოს საზღვარზე იღებენ. ვიზის მოქმედების გასვლის შემდეგ კი იმიგრანტთა უმეტესობა ქვეყანაში არალეგალი ხდება, ვისაც არალეგალი სტატუსი არ სურს ვიზის გაგრძელების ან დროებითი ბინადრობის თხოვნით სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართავს. ნიგერიის მოქალაქეების შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით 15-მდე მოქალაქე არის, ვიზაც დროებითი ბინადრობა გაიცედა ასევე. სააგენტოში განმარტავენ, რომ დოკუმენტის გაცემის დროს თითოეული განაცხადი ინდივიდუალურად განიხილება. პრიორიტეტი საგანმანათლებლო, სამუშაო მიზნებს, ასევე საქართველოს მოქალაქეზე დაოჯახებულ პირებს ენიჭება. ვაზუსტებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საზოგადოებრივი და სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით რაიმე საწინააღმდეგო ხომ არ აქვს ამ უწყებას. შესაბამისად ეს არის ერთობლივი გადაწყვეტილება გარკვეულწილად და დასკვნა უკვე იმის შემდეგ იწერება ჩვენს მიერ, როდესაც ყველა ეს ინფორმაცია არის მოძიებული. ქვეყანაში საიმიგრაციო პოლიტიკა მკაცრდება. კანონპროექტის მიხედვით საქართველოსთან უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნების რაოდენობა შემცირდება. გამკაცრდება ვიზების გაცემის კრიტერიუმებიც. ერთი ფაქტიც კი ასე არ არსებობს სამწუხაროდ იმისა, რომ არალეგალი გამოვლენი იყო საქართველოში და რატომ? იმიტომ რომ დღემდე არ არსებობდა მექანიზმი იმისა, რომ გამოვლენა ყოფილიყო არალეგალის და შესაბამისად მერე გაძევების პროცედურაც. და დღეს ჩვენ სწორედ ამ ინიციატივით ამ მექანიზმს ვქვნით. ეკლა კაი გუნდი, ყველაფერი კაი გათითო. იქნება შენი სურვილი ახდება. ვიდრე საიმიგრაციო პოლიტიკა გამკაცრდება, დია და კელვინი ვიზის მიღების იმედს არ კარგავენ. დოკუმენტის მოპოვება სასამართლოს გზით შეეცდებიან. მოდი ამბროს გავაცილოთ. იმედს არ კარგავს მაია და ამბროსეც. დროებით მოქალაქეობაზე უარის გასაჩივრებისთვის წყვილს 1 თვე აქვს. დაბრუნდები ნიგერიაში. არა. ჩემი საქმე აქ არის.